ცოტა. უპირველესად სვეტის ხოვლობას გილოცავთ ძვირფასო მეგობრებო, გუშინ კიდე პეტრე პავლობა იყო, ყველას გილოცავთ აი ამ დღესასწაულებს და მისი მადლი ქონოდეს. ჩვენ აქ დღევანდელ მადლიან ადგილზე შევიკრიბეთ მერაბ კოსტავას გმირ ადამიანთან, რომელმაც უდიდესი ეპოქა შექმნა, თავისუფლების იდეალები დაამკვიდრა ურთულეს პირობებში და დიდწილად განაპირობა საქართველოს დამოუკიდებლობა, როგორც ასეთი, ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ, ჩვენი პასუხისმგებლობით ეს არის უზენაეს საბჭოს წევრები, ყველანი არჩეული დამფუძნებლები ამ ქვეყნის და ყველანაირად ვცდილობთ, რომ ის პასუხისმგებლობა გავიზიაროთ, რაც დამოუკიდებლობის აქტის აღდგენასთან არის დაკავშირებული და იმ ძნელბედობის ჟამს კი აცნობიერებთ თუ რა ვითარებაში ვართ და ჩვენ გვინდა რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა იყოს განუყოფელი, აი ამ ურთულეს პირობებში პრობლემები ზედმეტად ბევრია, ჭარბად არის როგორც ასეთი და ამიტომ გვინდა ამ ახალ სივრცეებს გაუსწოროთ თვალი. ახლა ტექსტს გაგაცნობთ, რომელიც საყოველთაო ყურადღებას იპყრობს, როგორც მრავალი პრობლემა, ამჯერად ამ არაბიზაციის პრობლემასთან არის დაკავშირებული, ქართული მიწის უმოწყალოდ გაყიდვაზე დანაშაულებრივად მისი გასხვისებაზე არის დამოკიდებული და ამ თვალსაზრისით ტექსტს გაგაცნობთ ბატონი თემურ მჟავია. გთხოვთ ბატონო თემურ. ბატონო, ამ მოლოცვებს უერთდები და მინდა ვისურვო რომ საზოგადოებაში აქტიურობის ის მუხტი გამოჩნდეს, რომელიც უზრუნველყოფს ალბათ ჩვენს წინსვლას და ჩვენს უზრუნველყოფს ჩვენს ხვალინდელ დღეს. ნება მიბოძო წარმოვადგინო ტექსტი, რომელსაც ხელს ვაწერთ უზენაესი საბჭოს დეპუტატები საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელის მომწერნი. საერთაშორისო ურთიერთობებში შექმნილმა დაძაბულმა ვითარებამ შესაბამისი კვალი დაატყო საზოგადოებრივი ურთიერთობების თითქმის ყველა სფეროს და გამონაკლისს ამ თვალსაზრისით არც ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს. იმაზე თუ როგორ ვუპასუხებთ ჩვენ წინაშე წარმოქმნილ გამოწვევებს ბევრად არის დამოკიდებული საქართველოს მომავალი, მისი ადგილი საერთაშორისო თანამეგობრობაში. არც ის გახლავთ სადავო, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების მიმდინარე ეტაპი მთელი რიგი სირთულეებით არის გადატვირთული, რაც სამოქალაქო საზოგადოების თითოეული სეგმენტის ნებელობითი ინტელექტუალური და მორალურ ზნეობრივი რესურსის სრულ მობილიზაციას საჭიროებს. დღეს როგორც არასდროს გვჭირდება განვითარებული მოვლენების სიღრმისეული აღქმა, მათი რაციონალური შეფასება და ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება. იმ პრობლემათა შორის, რომელთაც უდიდესი ვნებათა ღელვა გამოიწვია ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში, გახლავთ საქართველოს ხელისუფლების მიერ ზარზემი დაანონსებული საინვესტიციო პროექტი, რაც ითვალისწინებს აჭარაში, კერძოდ გონიოს პოლიგონის მიმდებარედ და თბილისსა და რუსთავის შორის მდებარე ტერიტორიებზე საერთო ჯამში 800 ჰექტარზე ახალი ურბანული სივრცეების შექმნას, ეგრეთ წოდებული არაბული ქალაქების მშენებლობას, რომლის განხორციელების ვალდებულება აიღო არაბულმა საინვესტიციო კომპანიამ Eagle Hills-მა. აღნიშნული პროექტის დეკლარირებას ყისიერად მოჰყვა საპროტესტო აქტივობები და არ დარჩენილა საზოგადოების მეტნაკლებად დაინტერესებული სეგმენტი, მათ შორის პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური თუ სტუდენტური ერთობები, ქალაქების თუ სოფლების მოსახლეობა, რომელთაც არ გამოუთქვამთ უკიდურესად კრიტიკული დამოკიდებულება ზემოთ მითითებული პროექტის მიმართ, რომელსაც უერთებით ჩვენც საქართველოს უზენაეს საბჭოს დეპუტატები. სრულად ვაცნობიერებთ რა ჩვენს პასუხისმგებლობას ერისა და ქვეყნის წინაშე, აგრეთვე ვითვალისწინებთ რა იმ გარემოებებს, რომ ზემოთ მითითებული პროექტის განხორციელება დიდი ალბათობით გამოიწვევს სოციალური სურათის მკვეთრ შეცვლას უარყოფით კონტექსტში, საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობების მნიშვნელოვან შეზღუდვას ახლად შექმნილი ურბანული სივრცეებისა და მიმდებარე ტერიტორიების არეალში, საქართველოში შექმნილი დემოგრაფიული სიტუაციის კიდევ უფრო მეტად დამძიმებას, ეკოლოგიური ვითარების ტრანსფორმირებას და მის მიყვანას კრიტიკულ ნიშნულამდე, აგრეთვე ზემოთ მითითებული პრობლემებიდან გამომდინარე სხვა გამოწვევებს.
მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გაასაჯაროოს კომპანია Eagle Hill-თან დადებული ხელშეკრულების შინაარსი, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, აკადემიური წრეების, საზოგადოების დაინტერესებული ნაწილის აქტიური ჩართვით მოაწყოს დისკუსიები და საჯარო მსჯელობები ყველა იმ საკითხის ირგვლივ, რაც უშუალოდ არის დაკავშირებული არაბულ საინვესტიციო პროექტთან. ამას გარდა პრინციპულად მოვითხოვთ შეწყდეს ქართული მიწების, რომლის საკუთრების უზენაეს უფლებას მხოლოდ ქართველი ხალხი, ქართული სამოქალაქო საზოგადოება ფლობს, განიავებას, მის გასხვისებას არასათანადო და არაკონსტიტუციურ სუბიექტებზე. მოუწოდებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას აქტიურად ჩაერთოს იმ ისტორიული პრობლემების დარეგულირების პროცესში, რამაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის სუვერენული მდგრადობა, მისი ნათელი მომავალი. საქართველოს უზენაეს საბჭოს დეპუტატთა ჯგუფი. უარესო ჩამოთვლეთ, კარგი. არ გვინდა? კარგით, მე ცოტა ეს თემა მინდა განვაფცო, იმიტომ რომ ესეთი თემა არის საკმაოდ კონსტრუქციული, ესე ვიტყოდი, ოღონდ ამ თემას გაღრმავება უნდა და იმ პრობლემების გაშინაგანება, რომლის წინაშე დავარ, ბუნებრივია მარტო ამ ტექსტში არ აესახებოდა. ეს თქმასაც ვაპირებდა კიდე მთელი საზოგადოება. უკვე კონკრეტულად გადავიდა ეს ხელისუფლება მოქმედებაზე. ეს პირდაპირ შეიძლება ითქვას არის ანტიკონსტიტუციური, ასე ვთქვათ, აქტი. ეს არის ტყეს უძრავ-მოძრავი ხონების განიავება. პირდაპირ ვიტყვი, აი ამ ეს ანტიკონსტიტუციურ აქტად, ასე ვთქვათ, გაფორმება და რასაც წინ უძღვის, ასე ვთქვათ, ამ კომპანიებთან საიდუმლო რაღაც ესეთი გარიგება, რომლის გასაჯაროებასაც არ აპირებენ. ეს არის ყოველად დაუშვებელი რაღაც, ეს არის ყოველგვარი თამაშის წესების არევა. თვითონ ვინც ამაზე ხელს აწერს, ვინც უნდა შეასრულოს, ის ვალდებულია გაეცნოს კონკრეტულ პუნქტებს, იმიტომ რომ ეშმაკი, როგორც იტყვიან, დეტალებშიაო, ამის გარეს ეს შეუძლებელია საერთოდ რაღაც. ეს ყველაფერი ეროვნული თანხმობის, მეცნიერების, ბჭობის, ინტელექტუალური ანალიზის და ამის გარეშე დანაშაულებრივია ამ ყველაფრის დაწყება. თან კიდევ ვიმეორებ, ეს თავისთავად ანტიკონსტიტუციური აქტია ყველა თვალსაზრისით. ეს არის ერთპარტიული, დომინანტური, ტოტალური სისტემის, ასე ვთქვათ, ნაყოფი და თავს მოხვევა მთელ საზოგადოებაზე. ამიტომ სამოქალაქო თანხმობა, სამოქალაქო შეგნება წინ უნდა აღუდგეს ამას. ტყე პარკების ისინი ხდება, უკვე საკრებულოებში არის გადაცემული ეს თემა და უკვე აქტიურად დაიწყეს ამაზე მსჯელობა. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, შეწყდეს ეს ყოველად გაუგონარი ვანდალიზმი, როგორც ასეთი და აქ მე მინდა მოვიშველიო ძალიან უღირსეულესი ადამიანის, უზენაეს საბჭოს წევრის, ასე ვთქვათ, არჩილ მინდიაშვილის დეკანოზია ხო თუ არ ვცდები, მისი გამონათქვამები, ამბიონიდან მისი გამონათქვამები, სოციალურ ქსელში მის მიერ დადებული ძალიან ისეთი აი სულიერების და თავგანწირის აქტი შეიძლება ითქვას, რომლის თანახმადაც მაგ განაცხადა ეს არაბისაციის პროექტი არა მარტო არატრადიციულია, არა მარტო ანტიეროვნულია, ყოველგვარ ისტორიას მოკლებული საფუძველზე არის ჩასახული. არამედ ეს არის ასევე დანაშაული ღვთის წინაშე და კონკრეტულად რამე თუ ღვთის წილხვედრი არის საქართველოს და მარიამის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ასევე ეს არის მისტიური დანაშაული, როგორც ასეთი და ფაქტიურად ეს მოუწოდებს რელიგიურ წრეებს იმ საძმოს, რომლებიც სამწუხარო ჯერჯერობით რაღაც დუმილის რეჟიმში არიან, გაუგებარ პაუზას იჭერენ, ყოველად გაუგებას, ჩვენ აგვიხსნან მაინც ახლა ელემენტარულად თუ რაში მდგომარეობს აი ეს პაუზა. ისევე როგორც ადამიანის უფლების დარღვევებში და დუმილი რო აირჩიეს საუბედუროდ, ანალოგიურ რაღაცას აკეთებენ აქაც. ეს ყოველად დაუშვებელია, ამიტომ უნდა შეწყდეს ეს ყოველგვარი ვანდალიზმი, როგორც ასეთი საკრებულოებში და წარმოვიდგინეთ ფონიჭალაში დაიწყეს, ეს აღჭარაში დაიწყეს, რუსთავთან ახლოს დაიწყეს ამ ნაკრძალების ათვისება და როგორც თვითონ ამ კომპანიის დამფუძნებელი მუჰამედ ალაბრი ამბობს, ეს რო აშენდება მეგაპოლისები არაბული უმეტესობა მან იქნება არაბული წარმოშობის. არც დაუმალავს და ეს პირდაპირ იმეჯი იყო განცხადებული. ახლა ამაზე საშენელი რაღაც ქვეყანას თავზე რა უნდა დაატყდეს. ამიტომ თითოეული ჩვენთაგანის ვალია
შეგნებულად, გაცნობიერებულად ეროვნული თანხმობის სულიერების და ამ კაცის დაღუპული გმირების სამაჩაბლოში იქნება ეს თუ აფხაზეთში თუ იმ დიადი ადამიანების, რომლებიც გვაიძულებენ და გვამხნევებენ და ყველანაირად გვერდში გვიდგანან, ხო, როგორც ასეთი, რომ ჩვენი ისტორიული მისია, ფუნქცია, დანიშნულება სწორედ მივიტანოთ და გადავდგათ ის ნაბიჯები, რომელიც აი ამ ტრაგიკული ვითარებიდან გამოგვიყვანს. ამის შანსები ყველანაირად არის, უდიდესი რესურსები გააჩნია ამ ქვეყანას, როგორც ასეთია, საჭიროა მხოლოდ კონსტიტუციის სამართლის და აი ამ ინტელექტუალური ელიტის კომპლექსური თანამშრომლობა. დანარჩენს ვინც ბრძანებთ თუ არა და რა ვიცი, ბატონო ავტომატ. ბრძანებთ. მე ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვანდალისტურ აქტის წინააღმდეგ აქტიურად გამოვა საქართველოს ეკლესია, მისი სინოდი. დარწმუნებული ვარ ამაში, რადგან ეს არის საშინელი განაშაული, როგორც საქართველოს ქართველი ერის წინაშე, ეს არის ამ ძიმე კატასტროფული დემოგრაფიული ვითარებაში ასეთი პროექტების წარმოება ეს არის დაუშვებელი და ამაზე პასუხისმგებლობით სრული დიდი პასუხისმგებლობით აგებს პასუხს დღევანდელი ხელისუფლება. მომავალი თაობისა და ისტორიის. მომავალი თაობისა და ნამდვილად ისტორიის წინაშე. მით უმეტეს რომ ჩვენს არც უზენაეს საბჭოს აღერახ ვის ვართ, პასუხისმგებლობა და არ მოგვიხსნია ისტორიისა და ჩვენი მოსახლეობის წინაშე. მეც როგორც ამ დამოუკიდებლობის აქცია ხელმომწერი, ამ პასუხისმგებლობით ვდგევარ დღეს აქ. უბრალოდ მინდა უთხრა საზოგადოებას, რომ არც ერთ ნობელიანს, ანუ ნობელის პრემიის ლაურეატ ეკონომისტს ერთი წუთითაც არ დაუშვია, რომ მიწის გაყიდვა შეიძლება და მით უფრო პატარა ქვეყნების მიერ მიწის გაყიდვას ის თვლის ღალატად საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. ისინი ამბობენ, ზოგჯერ მიწა პირდაპირ არ იყიდება, მაგრამ პირდაპირ თუ ირიბათ, მაინც ხვის ხელში აღმოჩნდება, რაც საქართველოში ამის მაგალითი გვაქვს. მეორე, ესე იგი, ვერ გააკეთებდა ამას ხელისუფლება, რომ საზოგადოებაში არ იყოს ის განწყობა, რომ მერერა ან რა ვქნათ, ან კიდევ ხელისუფლების მხარდამჭერები არიან და ყველაფრის გამართლება შეუძლიათ. დღეს თვალებ ახილებული ადამიანი არის დიდი სიმდიდრე ქვეყნის. იმის დაშვება არ შეიძლება, ბატონებო, რომ თბილისმა პრაქტიკულად შემოიერთა მცხეთა, თეთრი წყარო, გარდაბანი, იმიტომ რომ საქართველოში ჩვენ ყველამ ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ სახელმწიფოს არ მივეთ ხელისუფლებას, არ მივეცით უფლება, რომ ჩაწერილიყო მიწის გაყიდვა და ჩაიწერა მხოლოდ ის, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა არ იყიდება და ამიტომ თბილისს შემოუერთეს და სასწაული რამ არის, შემოუერთეს უამრავი მიწა და თბილისში სასოფლო-სამეურნეო მიწა აღარ შეიძლება რომ იყოს. იგი უკვე არის, იმისი გაყიდვა უკვე შესაძლებელია. ის რაც ხდება და დავესაცხები ერთ-ერთ ნობელიანს, რომელიც ამბობს, ღირს კი თანამდებობის შენარჩუნებად შენი ქვეყნის ერთმტკაველ მიწაზე სხვა ქვეყნის წარმომადგენელთა გაპეტიშება. ღირს ხელისუფლება თქვენი თანამდებობები იმათ, რომ ქართული მიწა თქვენ აქციეთ გაყიდვის იმათ. ჩვენ მერაბ კოსტავას ეზოში ვდგევართ. მე რამდენჯერმე ყოფილ ვარ აქ და ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით, იმიტომ რომ ის მართლაც დიდი ეროვნული კაცი იყო და მინდა ვთქვა, რომ აი ვინმე იფიქრებდა მაშინ, როცა ჩვენ დამოუკიდებლობის აქცია ვაწერთით ხელს, რომ საქართველოში იქნებოდა პერიოდი, როდესაც ვიღაცა გაბედავდა იმას, რომ ქართული მიწა გაყიდულიყო. გაბედეს, კი არ გაბედეს, გაგვიბედეს. ისინი არ არიან ძლიერები. ჩვენ იქნებით სუსტები, თუ ამის უფლებას მივცეთ. ამერიკაში გაცილებით უფრო ნაკლებ ფარცე აშენებდნენ არაბები ისეთივე სოფელს, მაგრამ დადგა მთელი გუბერნატორის თავკაცობით დადგნენ და ყველა სასამართლოდ, ყველა წესით დაიმით არ აძლევენ საშუალებას, რომ ესე იგი აშენდეს. ჩვენ ამ პატარა ქვეყანაში როგორ შეიძლება ამის გაკეთება? დიდი მადლობა უზენაეს საბჭოს საინიციატივო ამ წევრთა ამ საინიციატივო ჯგუფს, ვინც ვიფიქრეთ ეს დრამაზე და იფიქრეთ თქვენ ეს დრამაზე, ხელი რო ეწერება ჩვენ უზენაეს საბჭოს წევრებს,
რომლებმაც ხელი მოვაწერეთ დამოუკიდებლობის აქტს, მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება და მე ვის მოვწონ ვარ ჩვენ ერთმანეთი მოგწონს, არ მოგწონს, რაიმე გვაქვს თუ აქ დროს დიდი ერთობა საჭირო საქართველოსთვის და განსაკუთრებით ქართულ მიწას სჭირდება დიდი პატრონობა. მე კიდევ თუ არ გნებას ბატონო აქ მე დავამატებდი საბოლოოდ იმას ეს როგორც არ მარტო მორალური კონსტიტუციური დანაშაულია, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულიც არის და ამას აკეთებს ხელისუფლება, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი გაეროს წესდებაზე, ადამიანის უფლებათა მთელ რიგ აქტზე, ვენის კონვენციაზე თუ 1000 კონვენციას არის ასე ვთქვათ შეერთებული, როგორც ასეთი და ასეთ დანაშაულებურ აქ შედის. დანაშაულია ამის გამხორციელებელი, დამპროექტებელი და თვითონ იმ არაბმა ინვესტორებმაც უნდა იცოდეს, რომ უზენაეს საბჭოს მიერ მიღებულ დადგენილებაში მიწვის ყიდვა გაყიდვის ის აკრძალულია, ვეტო აქვს დადებული, ხო ესეა ბატონო თემო, წინასწარ ვისაც უნდა გაესნოს და გარდა ამისა, თვითონ მოქმედი კონსტიტუციაც კი და ჩვენ სასამართლოში შევიტანეთ და ამის შესახებ კიდე ცალკე გელაპარაკებით, მოუიგეთ ეს სასამართლო, რომელთანაც აი სასოფლო სამეურნეო მიწის ასე ვთქვათ მიყიდა სხვაზე არ შეიძლება. ესენი რას აკეთებენ? ამ სტატუსს უცვლიან, ამ იმას სასოფლო სამეურნეო უბრალოდ ჩამოალაბორანტებენ, შეიძლება ითქვას და მე ესე ნაწილნა ეს არის სისხლის საერთოდ დანაშაული და ამიტომ ვინც ამაში ფულს ჩადებს, ვინც ამას დააპროექტებს, ვინც ამას ასე ვთქვათ ინვესტიციას ეგრეთ წოდებულს გაუწევს, ისედაც პასუხისმგებელია ამ საკითხზე. ამიტომ ეს არაბმა ინვესტორებმაც და აი ამ მუჰამედ აი ამ იმის დამფუძნებელმა, რომელიც სხვათა შორის საეჭვო რეპუტაციის კომპანია, რომელიც სერბეთიდან გამოაძევეს, შინეთიდან გამოაძევეს და კიდე ერთი ადგილიდან, ამიტომ ამათმა როგორც ნამახვარ ხეზე რაღაც აფიორე ჩაატარეს და ქვეყანას 680 მილიონი ვალი გადასახდელი დაუტოვეს, როგორც ასეთი, რა უფლება გვაქვს ჩვენ რომ ასე ანალოგიურად არ ვიფიქროთ და ეს მორიგი ასე თქვა მაფიოზური ბლეფური აქტი არ არის ჩატავებული, როგორც ასეთი ფილმისი ჩელენტანოს ფილმისი არ იყოს. ამიტომ თვითონ ეს ადამიანებიც უნდა გაფრთხილდნენ, როგორც ასეთი და დანაშაულებრივ სქემაზე, მოდელზე და მით უმეტეს ზემოქმედებაზე, საკრებულოს წევრებზე და თვითონ საკრებულოს წევრებიც პასუხისმგებლები არიან ისტორიის მომავლის და ჩვენი ბავშვების წინაშე. იმედი გვაქვს, რომ გონიერება გაიმარჯვებს, ისტორია გაიმარჯვებს და ღვთისმშობლის წილხვედი ქვეყანა კიდევ ერთხელ ეკლესიას მიმართავ აბსტრაქტული და ჰაერში ჩამოკიდებული არ იქნება მათთვის. თქვენ გქონდეთ უბრალოდ ერთი წინადადებით, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ხელისუფლება რომელიც იტყვის, რომ ასეთ ხელშეკრულებას არ ვაფერნებო, მეორე დღეს ის იქნება სახში გასტუმრებული. რა თქმა უნდა. ეს არის სირცხვილი თუ ანალოგიურ ჩვენ თუ არ გამოაქვეყნებენ ამ ხელშეკრულებას ანალოგიურად. ნამდვილად ამ ჩვენი სახელმწიფო არის სახალხო სახელმწიფო. სახალხო სახელმწიფოა, რომელსაც ქმნის საქართველოს მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეები ქმნიან არჩევნების გზით. როცა რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება, მათ შორის ასეთი გადაწყვეტილებებიც, ეს მოსახლეობასთან კონსულტირების გზით, მოსახლეობასთან საუბრების გზით, საზოგადოების მეტი ინფორმირებით უნდა ხდებოდეს. ჩვენ გაქვს ამის მაგალითები, ერთ დროს თბილისში იყო თბილისის საამირო, ამირები ისხდნენ აქ. ჩვენ გვაქვს მაგალითები, როცა აქ სახელმწიფოებრივი ინტერესების საზიანოდ ჩამოსახლებულებმა, დასახლებულებმა მერე პრობლემები შექმნეს და დღეს ჩვენ რომ ეთნიკური პრობლემები გვაქვს და ამას ვთქვათ მოყვა პოლიტიკური პრობლემები, ეს იმდანაც უკვე ეთნიკური არ არის, პოლიტიკური ხასიათის არის, ეს ჩვენ სახელმწიფოებრიობას ანადგურებს და ამიტომაც მთავრობამ ყურად იღოს ის, რომ ის არ არის სამარაჯამოდ არჩეული, ის არ არის ქართველი ხალხისგან უფლებამოსილი, რომ ასეთ ნაბიჯები გადადგას. ამიტომაც ჯერ კიდევ დროა აქვს საშუალება საზოგადოებას გააცნონ, რას თავაზობენ, საზოგადოება უნდა იცოდეს, რას აკეთებს მისი მთავრობა და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგან ნაბიჯები. რაც შეეხება ძანეთ რა მე ბოლოსაც რაც შეეხება ჩვენ კონკრეტულად მიწის საკითხის განხილვის წინააღმდეგი კი არა ვართ, მაგრამ ეს უნდა იყოს მოწინავე ევროპული
დასალური კანონმდებლობის შესაბამის, ასე ვთქვათ, სტანდარტებზე. ამის მაგალითები არის, ჩვენ დიდი მეცნიერები ყავდა, დიდი მეცნიერული ისინი დაგვიტოვეს ნაშრომები, ბატონი პაატა კოღუაშვილი და კიდე მოქმედი კიდე დავით გალიგაშვილი და ეს რომლებსაც აქვთ უპრეცედენტო მეცნიერული დასკვნები გაკეთებული თუ როგორ უნდა იქნას განკარგული ასე ვთქვათ მიწა-წყალი და მიწასთან მიმართებაში ეგ პოლიტიკოსების გადასაწყვეტი ეს არის სახალხო საერთოდ ბრიტანელზე არ ყიდის და ინგლისელზე არ ყიდის მიწას. რა თქმა უნდა შეზღუდულია ანუ უნდა შეიზღუდოს ასე ვთქვათ განსაკუთრებით უცხოელებზე და მით უფრო დროებით ჩამოსულებზე ასე ვთქვათ მათზე განკარგვის მიწის ყიდვა უფლების პრეროგატივა. ამიტომ ჩვენ ტრადიციებს უნდა დავეყნოთ, სულიერებას უნდა დავეყნოთ და რაც შეეხება ცივილურ მიდგომებში ჩვენ კიდე ამ თვალსაზრისით საკმაოდ ყველა ქვეყანა შეგვიძლია კონკურენცია გაუწიოთ. თუ ეგ ბატონო მინდიაშვილი და რომელიც დღესაც მოქმედია და იმეც გამოთქვათ რომ ამბიონზე მის მიერ მამა არჩილის განცხადებებს შეისმეს ხელისუფლებას, მღვდელმთავრობაც და ერი და ბერი შეიკრება და მერა პოსტავას საპატიმცემლო და უკდავსაყოფად გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც ამ საბედისწერო ვითარებიდან გამოგვიყვანს, სიკვდილის შაობიდან. დიდება უპას, დიდება ქართველებს და მშვიდობა მსოფლიოს.